მოგესალმებით, თქვენ უყურებთ 58 ეპიზოდს სპორტულ ანალიტიკური პოდკასტისა შედეგს მიღმა. ჩვენ კი ამ გადაცემის წამყვანები, მე გიორგი, ირაკლი და რეზი, რომლებიც დამიბრუნდნენ მონატრებული. ცოცხალი რაც მთავარია. დიდება თქვენ დაბრუნებას. მოუკვდი, ამოვწყდი, გადავშენდი, ესეთ დებილი ვირუსი ცხოვრებაში არ მქონია. საშინელება იყო, ბიჭო. ანუ ვირუსი ხო არის რომ რაღაც სიცხე გაქვს მერე ყელით ტკივა, თავით ტკივა, სუსტად ხარ, სახსრებით ტკივა, რაღაცა ცინგლი გაქვს. ანუ ყველაფერი ერთი რაღაცა რომ მორჩებოდა და всё, კარგად ვარ. ბახ მეორე დამარტყა. ან სამი სხვადასხვა ვირუსი მქონდა. და ესე იდგნენ რიგში რომ ეხლა ჩემი ჯერია. ან ჩემს სახელს დაარქმევენ ამ ვირუსს. ჩემს სახელს დაარქმევენ. როგორ ხართ, აბა ეს გავიგეთ რომ გამოძვერი. შაბათ-კვირამ როგორ ჩაიარა? შაბათ-კვირამ საშილოთ, იმიტომ რომ ინტერნეტი და ტელევიზია გამიფუჭდა. ეგ პრობლემა შენ რაღაც ძალიან ხშირად გაქვს. ხო, იმიტომ რომ ტყეში ვცხოვრობ. თოვლი იყო და თურმე, აი ძალიან საინტერესო ინფორმაცია. აი ეს ბოჭკოვანი კაბელი რაც არის, აი თოვლი და უამინდობა ის სახეს აძრობს. აი სურო ქარი არ იყოს და არ გაგლიჯოს, უბრალოდ თოვლი რო ედება, სახეს აძრობს. და მაგიტომ არ მაქვს 3 დღეა ინტერნეტი, ვერც რეკავ. მაგთის კოლ-ცენტრი ხო არის? კოლ-ცენტრი არ ქვია, როგორ ცხელი ხაზი. თუ ვინმე მუშაობთ მაგთის ხაზში, თუ შეიძლება დარეგისტრირება მინდა რომ გააკეთოთ ჩემი ინტერნეტი, თორე დავიტანჯე ტყეში ინტერნეტიც არ იჭერს კარგად. ოკეი, მოკლედ მაყურებელს მინდა ვთხოვო რომ პირველ რიგში დაალაიქოს ეს ვიდეო, მაინც სამწუხაროდ ლაიქები იმდენი არ გვაქვს რამდენიც ნახვები, ამიტომ მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ, იმიტომ რომ სულ რამდენიმე წამის საქმეა და პლუს ამას გამოწერა, ვისაც გამოწერილი არ ყავართ, მინდა გთხოვოთ რომ გამოგვიწეროთ იმისთვის რომ мотивация მოგვეცეს პირველ რიგში, ხო? რაც არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სიყვარულით ვაკეთებთ ამ საქმეს, რაც უფრო მეტი ადამიანია ჩვენს გვერდით და გულშემატკივრობს, ბუნებრივია აისახება ჩვენს мотивациაზეც. კარგი, ნელ-ნელა წავიწიოთ პრინციპში იმ მთავარ თემებზე სასაუბროთ, რატომაც შევიკრიბეთ და დავიწყოთ ალბათ პრემიერ ლიგი დავიწყოთ უკეთესი იქნება, იმიტომ რომ ლონდონური დერბი გქონდა და ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია რეალურად, არა მხოლოდ ჩვენს ჩატში, არამედ ზოგადად სოფლიო პრესაში, იმიტომ რომ სამივე გოლი გავიდა რაღაცა ცოტა უცნაურად. რა, ბევრი ფიქრობდა, რომ სტანდარტი რო არ არსებობდეს, ეგ თამაში მკვდარი 0-0 იქნებოდა. აი მაგ დეტალებზე ვისაუბროთ და მithmeat თქვენთვის დაიწყეთ რომელსაც გიგებთ. მოდი მე რეზი ცოტა აქეთ რო გადმოიტანო მიკროფონი ხო არ ჯობია თქო ის ვიფიქრე, იმიტომ რომ აქეთ უფრო ხშირად ვიყურებ. დაიწყე ბევრი გასალაპარაკო. ისე არ იყო ცუდი თამაში. რაღაც კუთხით, მაგრამ მოიც აბა ამ მოაგდე სტანდარტები და როგორი თამაში. ბიჭო, ანუ უნდა შევეგუოთ რაღაც რომ ფეხბურთში დადგა პერიოდი, როდესაც დაცვა დომინირებს შეტევაზე, ანუ ჩაშლა უფრო პრიორიტეტულია ვიდრე შექმნა, ამიტომაც არის რომ უფრო მეტი რაღაც დაცვითი სტილის გუნდები, ვინც კარგად იცავს თავს, უფრო დომინირებენ და სტანდარტების ეპოქაა ფეხბურთში. იქნება მე დარწმუნებული ვარ რომ ეგ იქნება რაღაც ძალიან ცოტა ხანი. იმიტომ რომ არ არსებობს FIFA-მ და სხვა ორგანიზაციებმა, რომლებიც ზრუნავენ იმაზე, რომ ფეხბურთს მაყურებელი არ მოაკლდეს და შესაბამისად შემოსავლები არ მოაკლდეთ მათ. ეს დაუშვან, იმიტომ რომ ეს ფეხბურთს აკარგვინებს მაყურებელს. ანუ კი შეიძლება მესმის ახლა არსენალისთვის 22 წელიწადს არაფერი არ გაქვს მოგებული. ყველაფერზე ხარ წამსვლელი რაღაც მოიგო და თუ გინდა მარტო კუთხურიდან გაიტან გოლებს, მაგრამ ზოგადად არსენალისთვისაც არ არის ეს კარგი, იმიტომ რომ ძელვადიან პერსპექტივაში ახლა ახალ გულშემატკივრებს ვერ შეიძენს ახლა ეგეთი გუნდი. თუმცა, ანუ რაღაც წესები შესაძლებელია, იმიტომ რომ რაღაც სტანდარტებს სჭირდება უკვე დარეგულირება კანონების დონეზე. ნუ ხო, ანუ წესების დონეზეა დასარეგულირებელი, იმიტომ რომ ძალიან საზღარი სანახაობაა ის რაც ხდება, თუმცა მეკარის საჯარიმოში შეიკრიბება ორი გუნდი და მიდის მერე იქ ჭიდაობა და გაწევა, გამოწევა და მეკარის დაბლოკვა და რაღაც აქ საინტერესო ის იყო რომ ორივე შემთხვევაში როცა გოლი გაიტანა არსენალმა ჩელსის მოთამაშემ დაბლოკა თავისი მეკარე ანდრეი სანტოსმა. იმიტომ რომ სალიბას დაძდებდა და იმდენად დაძდებდა სალიბას და ეჭიდაებოდა რომ არაფერს არ უყურებდა ირგვლივ და ორივეჯერ მეკარე შეეჯახა თავის მეკარეს და გამოსვლაში შეუშალა ხელი, მაგრამ ეგ იმიტომ მოხდა რომ ყველა იქაა და ვიღაც შეგეჯახება რა. ხო, დაახლოებით 10-15 წლის წინ ზოგადად ისეთი ტენდენცია იყო ფეხბურთში და მსაჯებიც ისე სტონდნენ რომ მეკარის საჯარიმოში მეკარე იყო ხელშეუხებელი და ეს ფრაზაც არსებობდა. სხვაგანაც ეგრეა რა. ანუ ეხლა სხვა ჩემპიონატებიც ასეა. ისეთ რაღაცები რაც პრემიერ ლიგაში ხდება, სხვაგან არ მოხდება. ამიტომაც არის ბევრი იძახის ახლა რომ ეს ინგლისურ გუნდებს აძლევს და ანდიდ უპირატესობას ევროპულ
ტურნირებზე, ხო? იმიტომ რომ ამათ ყველას სტანდარტების წვნელი ყავს და იქ ჯერ ეს არ არის ესე მასობრივად დანერგილი და სტანდარტებს არ ექცევა ამხელა ყურადღება და რაღაც და ითვლება რომ ეს ძალიან დაეხმარება ინგლისურ გუნდებს და კი რაღაც ფაქტორი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ისე არ მსაჯობენ როგორც პრემიერ ლიგაში ყველაფერს უფლებას აძლევენ ფაქტიურად რა, ანუ მე კარ შეიძლება მართლა ცემოსა ჯარიმოში. ცემენ კიდეც გრიზლი შენს გენდომება მანდ 1-2 სიტყვის. ანუ უკვე სტანდარტი გახდა ოფიციალური ფაზა. ფაზა სპორტის სახეობა გახდა უკვე თვითონ. ანუ ადრე ხო იყო რომ აი ფეხბურთს თამაში შედგებოდა 4 ფაზისგან პოზიციური დაცვა, პოზიციური შეტევა, გადასვლა შეტევაში და გადასვლა დაცვაში. ეხლა დაემატა 2 დაცვითი სტანდარტი და შემტევითი სტანდარტი. ნუ ეს ფაზებიდან შეიქმნა კატენაჩო, შეიქმნა ტოტალური ფეხბურთი, შეიქმნა ტიკი-ტაკა, ნუ გეგენპრესი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველა არის აი რომელიღაცა 2 ფაზა მაგრად დავამუღამეთ, ეგ 2 გავაერთიანეთ, როგორც არის გეგენპრესი მაგალითად შეტევიდან დაცვაში გადასვლა და მერე პირიქით სწრაფივე შეტევა, ან ტოტალური ფეხბურთი, რომ ტრანზიცია დაცვაში, რომ ეგრევე წავართვით ბურთი და მერე ბურთი ვაკონტროლეთ, კატენაჩო, რომელიც იყო რომ დაცვაში დგავართ გიჟებივით და მერე კონტრზე გავრვივართ კარგად და ეხლა არ ვიცი, რაღაც არტეტა ბოლი თუ რაღაც მოიფიქრეს რომ არტეტას არ მოუგონია, ნუ არტეტას არ მოუგონია, ნუ ყველა ნუ კუთხურზე პირველი მაინც არსენალი გახსენდება რა. ხო, იმიტომ რომ ყველაზე კარგად იყენებს. ზოგადად სტანდარტების პოპულარიზაციას რამდენიმე ის აქვს მიზეზი რა. პირველი ეს ხო დაიწყო ბრენტფორდმა და სხვა დაბალი, შედარებით დაბალი დონის გუნდებმა, იმიტომ რომ ეს არის მათთვის შანსი კონკრეტულ თამაშში გაუთანაბრდნენ ძლიერ გუნდებს, ხო? იმიტომ რომ ძლიერი გუნდები არიან მდიდარი გუნდები, მათ ყავთ უკეთესი ფეხბურთელები. არსენალს რა ვიცი 2.5 შემადგენლობა ყავს უკვე. მარცხენა მცველად ყავს 3 ისეთი ფეხბურთელი, რომელიც პრემიერ ლიგის ნებისმიერ გუნდში შეიძლება ძირითადში იყოს, ან კალაფიორი, ლუის სკელი და ინკაპიე. ან ისე რომ ინკაპიე საერთოდ ცენტრალურ მცველად მოვიდა თითქოს და ეხა ძირითადში დგას უკვე ნუ იმის ტრამვების გათვალისწინებით, რომ კალაფიორი შესაბამისად ახლა უკეთესი ფეხბურთელი სად არის? უკეთესი არის დინამიურ ფაზაში, ხო, როცა თამაში მიდის და იქავლენს ის თავის სკილებს. სტატიკურ ფაზაში ეს თანაბრდება, იმიტომ რომ აქტიური ხდება ბურთი, როცა წაწოდებაა და ნუ სტატიკაში შეგიძლია დაეწივა. ამიტომ ეს სუსტი გუნდებისთვის იყო უპირატესობა დიდი. მერე პლუს რაგნიკი რა მწვრთნელების მიდგომაც შეიცვალა ფეხბურთის მიმართ რა, ანუ ეს ყველა ნუ სწორია რომ გვარდიოლამ დაიწყო ეს, მაგრამ გვარდიოლა იგეთ დონეზე არასულა როგორც ავიდნენ მისი მოსწავლეები რა, პირველ რიგში ეს არტეტა, მარესკა განსაკუთრებით გამოირჩეოდა ამ ხრივ, ანუ ისინი თხოვენ რომ ყველაფერი გააკონტროლონ მოედანზე, ანუ მაქსიმალური კონტროლი იყოს. აი set pieces რასაც ქვია იმ. ხო, ეს უნდა იყოს მთელი თამაში, ანუ როგორც ისინი იტყვიან, ისე უნდა იმოძრაოს ყველა მომენტში და სტანდარტი ამის ყველაზე კარგი ვარიანტია ამის დამუღამების. პლუს სტანდარტის რიცხვებად ქცევა შეგიძლია, ანუ ფეხბურთში ყველაზე უფრო სტატისტიკურად კარგად ითვლება სტანდარტები და ეს შეგიძლია მე ხელმძღვანელობას აჩვენო რომ მე აი მოუმატე ამაში და პლუს სტანდარტები კარგი საშუალება გახდა დამწყები მწვრთნელებისთვის და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ ძალიან დიდი კონკურენცია ახლა უკვე მწვრთნელებში, ბევრი მწვრთნელი გამოჩნდა ფეხბურთში და შესაბამისად ვიღაცამ რო თავი გამოიჩინოს, ეს სტანდარტების მწვრთნელად კარგად დაიწყოს, ეს არის კარგი ვარიანტი მისთვის, რომ აი მე მიაქცევენ ყურადღებას, რომ აი ეს გუნდი კარგად აწვდიდა სტანდარტებს. და ეთქვა სხვა რაღაცებსაც კარგად გააკეთებს რა და შეიძლება მე დაწინაურდეს რა. მაგაზე ისიც ხომ მიუთითებს, აი რამდენიმე გადაცემის წინ თქვით პრინციპში გრძელი აუტის ჩაწოდება, რომელიც წლების წინ იდეაში მხოლოდ Stoke City-სთან ასოცირდებოდა, ეხლა უკვე დასხდნენ ტიპები, გამოთვალეს ის, რომ აუტის მე ახლოს ჩაწოდება იმდენს არ მაძლევს, რამდენსაც ერთი კონკრეტული ფეხბურთელის დამუღამება, ასე ვთქვათ, რომ აუტი რაც შეიძლება შორს ჩააწოვოს, ამაზე გავახსენდება ეს კაიოდე, რომელიც ინგლისში თამაშობს და იტალიელია, მაგრამ ნუ ინგლისში თამაშობს და ანუ უკვე დიდი გუნდებიც არ ერიდებიან იმას, რომ ადგნენ და აუტები ჩააწოდონ პირდაპირ საჯარიმოში, ფაქტობრივად რაღაცა კუთხურის იმიტაცია შექმნან აუტის დროს და მაღალ ფეხბურთელებს მისცენ უპირატესობა. როცა გრონემარკი მიიყო, ანუ ლივერპულმა კლოპის დროს შერ კიდევ აუტების ყველაზე ისე ცნობილი მწვრთნელი და როცა ატლეტიკზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც დაითვალეს, რომ აუტის ჩაგდებას უფრო მეტ შანსს გაძლევს, რომ გოლი გაიტანო, ვიდრე გაათამაშო და რაღაც პოზიციური შეტევა დაიწყო. ნუ მაშინ თავიდან რატომაც არ მიექცა ამას დიდი ყურადღება, მაგრამ წელს არის ძალიან დიდი აფეთქება, ანუ
ზოგადად რო შეხედო ეს შეიძლება განიხილო რაღაც ფეხბურთის სპეციალიზაციის და ინტელექტუალიზაციის გზა, ხო? ანუ ეს სტანდარტებში ხენ ხედავ რომ რაღაც არის დაგეგმილი, რაღაცა ნამუშევარი და ეს არ არის ალბედად ჩაწოდებული სტანდარტი, მაგრამ ძალიან ცუდი ის არის რომ უკვე სანახაობა მოკვდა, ანუ ფეხბურთს აღარ თამაშობენ რეალურად შეიძლება ითქვას და მეორე არის რომ ძალიან დიდი დრო იხარჯება ამაში, ანუ კუთხურებს ამზადებენ 2 წუთი, აუტებს 3 წუთი, სანამ ეს ფეხბურთელები უნდა ჩავიდნენ. საჰაერო ორთაბრძოლა, იქ მე ვიღაცები თავს მიარტყამენ ერთმანეთს დრო გადის კიდე ამათ კურნალობაში, მე ისევ აუძზე გადავა, მე კიდე 1-2 წუთი ემზადებიან და ნუ ეგეთი რაღაცა. ხო, ნუ რეალურად თუ სტანდარტი რამდენიმე წლის წინ იყო დამხმარე ინსტრუმენტი რაღაცა რომ შექმნათ უპირატესობა, ეხლა იმიტომ ბრაზდებიან განსაკუთრებით არსენალის ჰეითერები, ასე ვთქვათ, რომ ეს არის მთავარი იარაღი და თანამედროვე ფეხბურთში პრემიერ ლიგის ჩემპიონი ხდებოდე, ნუ ერთ-ერთი მაძიებელი იყო, როგორც მინიმუმ და შენი მთავარი იარაღი იყოს ის, რომ კუთხური ჩავაწოდო კარგად. ფაქტობრივად ფორვარდის და შემტევის ფუნქციასაც რაღაცა ანულებს, იმიტომ რომ იმ კუთხურზე დაუძე მთავარი იარაღი სალიბა და ის არიან, რა ქვია, გაბრიელ მაგალაეში და არა, თქვათ იოკერეში, რომელსაც ხა აქ 2 გოლი გაიტანა არსენალმა ჩელსისთან, ხო? სალიბას პასით გაიტანა გაბრიელმა თუ პირი, ხო, გაბრიელის პასით გაიტანა და რაისის პასით გაიტანა ტიმბერმა. ანუ ფორვარდის შართულობა არ იყო ფაქტობრივად იმაში გოლებში და ამაზეა რომ წუწუნებენ და მოდი მომავლის პერსპექტივითაც რომ დავინახოთ ეგ რა. ანუ ერთი ფეხი რო დაუწდეს არსენალს ეხლა. ეს მაგალითად იტისთან წააგო ძალიან მარტივად რო ვთქვათ და ეტიჰადზე ეგ, რა ვიცი, გამორიცხული არ არის ნამდვილად. მერე უკვე სეზონ დამთავრებულ ჭრილში როგორ შეიძლება შეფასდეს ის, რომ არტეტამ ძალიან ბევრი ქულა იმიტომ დაკარგა სეზონის განმავლობაში, რომ აი სადღაც სტანდარტმა არ იმუშავა და სხვა ინსტრუმენტები იყო ახლა ეგეთი თამაშები ჩვენ ვინახავს ნოტინგემთან თამაში სადაც ზუსტად სტანდარტებმა არ იმუშავა და 0-0 დაამთავრეს ეს თამაში. ვულსთან ბოლო წუთზე რო დაკარგეს ეს. და კიდე იყო რამდენიმე თამაში, იმიტომ რომ არსენ ბერბრენთროთა თამაში იყო, როცა პასების რკა გამოქვეყნდა, იყო ნამდვილი კატასტროფა, ანუ ერთი პასი იყო გაკეთებული მოწინააღმდეგის მესამეში ცენტრიდან ცენტრში. ანუ ცენტრიდან საერთოდ არ უტევს არსენალი. იქ ცენტრში პასები მე მგონი აკრძალულია ოფიციალურად აქვს აკრძალული ვარჯიშებზე, არც ვარჯიშობენ ამაზე, იმიტომ რომ ცენტრში ბურთის დაკარგვა სახიფათოა და მიაქვთ ბურთი ფლანგებზე, რომ ფლანგიდან მე თუ საჯარიმოს ჩააწვდი, თუ ვერ ჩააწვდი, კუთხურს გააკეთებ რა. ანუ საკა მადუეკე როცა გამოდის, მადუეკეს ერთადერთი პლუსი თანამედროვე ფეხბურთში არის ის, რომ მადუეკე მიდის გაუთავებლად დრიბლინგებზე და ნუ ამ დრიბლინგების მერე შანსი აქვს, რომ ან წააქციონ, ან კუთხურზე გადააგდონ ბურთი და ნუ ეგ არ მისი ფეხბურთი დავიდა აქამდე. ხო, ანუ სხვა შორის ძალიან საინტერესო ლექცია ქონდა. წეგან ვერ ვთქვი, ახლა თავიდან ვცდი. რალფ რანგნიკს. და ლექციაზე იძახდა ეს რაღაცას. ოღონდ ეს არის ჯერ მანჩესტერში არ არის მისული, ეგ პერიოდია რა. დაახლოებით რამდენი წელია? 6-7 წლის წინ. რომ ბიჭო, ერთი აი ყველა საინტერესო ამბავი ის არის, რომ საშუალოდო 3 გოლში 1 გადისო სტანდარტიდან. და რატო არ ვატარებთო? ანუ 1/13 გოლი ხო არის სტანდარტიდან. რატო არ ვატარებთ ვარჯიშების 1/13 პერიოდს დროს სტანდარტების დამუღამებაშიო რა, იმიტომ რომ თუ ეს მუშაობსო, რატო არ ვიყენებ პროაქტიულად, ხო? ვარჯიშებზე რა პროცენტითაც გადისო, ის პროცენტი დაუთმო ვარჯიშების, ხო? ხო და აჰა არა ეგ არ მოგისმინა და მე სალების შემდეგ ნუ ნიკოლაი ოერი ალბათ ანუ არსენალის კუთხურები ისე არა წარმოვიდგინოთ რომ ეს არის რაღაცა შაბლონი ძალიან მრავალფეროვნადაც ხან ახლოძელთან აწვდიან ხან შორ მაგრამ ნუ საერთო ის აქვს რომ მეკარის საჯარიმო და გადატვირთო ნუ გაბრიელ მაგალაშ სიღრმიდან მორბის რო სიჩქარე კარგად აკრიფოს და რაღაც თელე ის ამასაც თავისი ის აქვს მოგა მე ჩელსის კუთხურები უფრო მომწონს სიმართლე ახლოძელთან რო აწვდიან და მე ბურთს ვაგდებენ იქით კუკურეია რო შერბიდა ხო კუკურეია ეხლა დაიმპრესა ჯეიმსი შერბოდა ხო ჯეიმსი აწვდიდა და ვაგდებდა შერბოდა რაც შერბოდა და ახლა ინკაპიემ შეაგდო თავის კარში ხო და იქამდე რამდენიმე წით ადრე არა ხელით არა ხელით რა ის მოხდა არა ხელი იმ კუთხურამდე ხელზე მოხდა რა ის აიღო რაიამ და განმეორებითი კუთხური გაიტანა იმან თინკა ხო ახალი წესები წამოგვაწია ბექამ და მოდი მაგაზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა აი პირველი იმ შემთხვევაში დამტრევას ხო იმ შემთხვევაში თუ გუნდი დროულად არ გაათამაშებს 5-დან 8 წამში კარიდან დარტყმას ან აუტს შესაბამისად მეტოქეს გადაეცემა კუთხური ან აუტი მას შემდეგ რაც მეოთხე არბიტრი გამოაცხადებს
მომხმარებლების შეცვლას ფეხბურთელი ვალდებული 10 წამში დატოვოს მოედანი და თუ ეს არ მოხდება, გუნდი მომდევნო 1 წუთს კაც ნაკლული გაატარებს. და ის საჭთან დგას და ელოდება ესე. ხურდება. ვარს ექნება შესაძლებლობა რომ მეორე ყვითელი გადაამოწმოს. ამას მე მგონი კალულოს წესი და ერთმა საომოლოდ ისე მოხდება. მას შემდეგ რაც ტრავმირებული ფეხბურთელი დატოვებს მოედანს 1 წუთის განმავლობაში ვერ დაბრუნდება. ოღონდ ექიმი თუ გაიყვანს. ხო, ისით არა რა თქმა უნდა. და აპრილიდან კანადაში დაიტესტება ვენგერის ოფსაიდის წესი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მთელი კორპუსით უნდა იყოს წინ. ეგ მე წესი უჭველი არ მიიღებენ მაგას ფეხბურთში, იმიტომ რომ ძალიან იდიოტური წესია. ესა, მე მაგ ერთი ხო რომ და არ ვიცი ვენგერის წინვალ გონებას რატო დაებადა ეს სისულელე თავში, ანუ და ეს წესი არნიშნავს კიდე იმას, რომ ეს თუ გააკეთეს, ბევრი გოლი გავა. არა, ეგ ხალხ იმდენად დაწევენ და ხალხს გონია რომ ახალაც გოლები გადის, ეგ ყველა გავა და კიდე ის დაემატება მცირედ რეალურად ეგ იქნება რომ მაღალი დაცვის ხაზები, რასაც დღეს თამაშობს, რა ვიცი. ბარსელონა, PSG და ბაიერნი და ასე შემდეგ ჩავა საკუთარ საჯარიმოში, იმიტომ რომ ახლა ბაპეს და ვინისიუს ერთ კორპუსიან ფორას არავინ არ მისცემს, იმიტომ რომ აზრი არ აქვს ამას. რაღაცას ამბობდი ამ წესებთან დაკავშირებით? ხო, ამ წესებზე ვიძახდი, ან რაღაცა ადრეც ხო იყოს ლურჯი ბარათის წესი და რაღაცა. ეს წესები რომელ ჩემპიონატში გაიტესტება? თუ გატესტილია უკვე და დამტკიცებულია და დაინერგებაო ესე წერია და ხო და მომავალ სეზონიდან ყველგან? არ ვიცი. შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე გატესტონ, ხო? კარგი. მე ვთვლი რომ სტანდარტების დროს არის უბრალოდ როგორც ჰოკეიშია, უნდა იყოს ჯერთ მეკარე საჯარიმო როგორც ეს კონცეფცია და დიდი ხანია მოძველდა ძალიან დიდი ხანია უკვე მაგას არ იყენებენ. მაგრამ უნდა იყოს სპეციალური ზონა, სადაც ყველას აეგრძალება შესვლა მეკარის გარდა. ხაზი დავამატოთ. ხო, ანუ უნდა იყოს ავით ნახევარკალი გააკეთონ ან რამე, იმიტომ რომ მეკარეს უნდა შეეძლოს ნორმალურად გამოვიდეს შეწოდებაზე სათამაშოდ და არა სამი კაცი არ ეკიდოს ხელებზე კიდე ზემოდან და ვიღაც ხელთათმანს არ ართმევდეს და წაართვა არსენალის ფეხბურთელი ბენ ვაიტმა წაართვა ტოტენჰემის მეკარეს ხელთათმანი. ეგეთები ვიღაცა უღიტინებდა ღიძიღიც. რაღაც ეგეთები არ მოდიოდა, არ იყოს სწორი და სხვათა შორის პრემიერ ლიგაში გასაგებია ეს ჩელსი არსენალო ძალიან ყბადაღებული თემაა და ბევრი საუბრობს, თუმცა ზოგადად შაბათი დღე ძალიან შედეგიანი იყო, რაც იდეაში პრემიერ ლიგისთვის დიდად დამახასიათებელიაო, ვერ ვიტყვით რა. სიტის თამაში, ნუ 1-0 გასაგებია, გოლების მხრივ რო შევხედოთ, ბანლი ბრედფორდი იყო 3-4 მორჩა, ლივერპულმა ვესტჰემს გადაუარა. ერთ წამს გახსენე რა. გოლი გაუქმეს ბოლო წამს. და მე კიდე ხო გაუტანა. და ისიც გაუქმეს. და ისიც გაუქმეს. 80 98 წუთზე გაუქმეს იმას ბანს გოლი. ხო, ნუ ეგ არის მანჩესტერ იუნაიტედზე 2-1. ხო, და ნუ აუ მანჩესტერ იუნაიტედზე მინდა ერთი ის ეს კვირას 4 თამაშიდან 4-ვე მორჩა 2-1. ნუ მანჩესტერი იყო 1-1. კუთხურები, აი რა დონეზე ჩაჩიც რომ მოვიწერე, აი უკვე რა დონეზე აიყვანეს, რომ კრისტალ პალასის გოლი ნახეთ, რას აკეთებს ლაკროა და აი ეგ არის რომ ვიღაცა კრისტალ პალასის სტაფში არის ვიღაცა ძალიან მაგარი სტანდარტების მწვრთნელი, რომელმაც დააფიქსირა ის, რომ კუთხურის დროს ლენი იორო არ უყურებს ბურთს და უყურებს მოთამაშეს. ანუ რას აკეთებს? ბურთს დაინახავს ლაკროა, სადმი ფრინავს, იცვლის თავისი ხედვის, ანუ სხვაგან იხედება, რომ ლენი იორო წაიყვანოს. გარბის სხვაგან ეს იორო მისდევს და რაღაც მომენტში ბურთს ხო უნდა გახედო, რომ სად არის. ხო არ მხვდება თავში. და აი მაგ მომენტში ეგრევე იცვლის მიმართულებას და სადაც ბურთი რეალურად მიდის, იქ გადარბის და იოროს საერთოდ იკარგება რეზის საყვარელი ფეხბურთელი, ბევრია. საბოლოო ჯამში ისეა, რომ მანჩესტერ იუნაიტედი მესამე ადგილზეა. მე მაგრად უწურავ, რომ მანჩესტერი გახდეს ჩემპიონი. ნამდვილ კლუბ ჩამოჩვენა შანსი აქვს მე. თეორიული შანსი აქვს. თეორიული არ და თუ აქვს შანსი. ესე იგი 51 ქულა აქვს იუნაიტედს და 13 ქულაა სხვაობა რა. ოღონდ იუნაიტედს თამაში აქვს ერთი ნაკლები, ანუ 10 ჩათვალე. არსენალმა ხო იქ ერთი ითამაშა. ხო, ვერ ჩათვლი. არა, ნუ მათემატიკურად ეგრეა რეალურად 10 ქულაა სხვაობა და. ხო, რა ვიცი, ნებისმიერ შემთხვევაში მანჩესტერი კარგ ფეხბურთს თამაშობს. აქ ახლა კრისტალ პალასთან რეაქცია იყო, მეორე ტაიმი იყო კარგი, იმიტომ პირველი ტაიმი ძალიან სუსტად ჩაატარა მანჩესტერი. პირველი ტაიმი ანუ კრისტალ პალას უკეთესად თამაშობდა და ისეთი ეპიზოდი იყო მან ხო აი წითელი ბარათი კონიაზე რომელიც აიკიდა კამათი მიდის დღემდე რომ
იყო ამ ხელა ესა ჯარიმა პენალტი და წითელი თან და მაგრად გაყიდა რეზერვი. გაფორმა ხო საჯარიმოში შევარდა და იქ წაიქცა რაღაც. ჯერ ხო ნაბიჯები გადადგა, მე მანდ მოძრაობასაც ხო აქვს მნიშვნელობა, აი ვერონა ინტერზე რო არ გააგდეს იქა და შენ რომ ამბობდი ხო ბურთი აქეთ გავარდაო. ანუ კუნიამ ბურთზე კი არ ითამაშა, საკუთარ მოძრაობას გაუსვა ხაზი რომ მე არა რაღაცა პირდაპირ მივდიოდი სწორ ხაზოვნად, არამედ უკვე მარჯვნივ უხვევდი, ანუ კორპუსის უკან ჩაუდექიან ლაკრუას და მანდ რო გამძრალიყავი პირდაპირ კარში ვურტყამდი რა, ჩათვენო ერთი ერთზე იჩდებოდა ტივინა. ძალიან სწორად გაყიდა კუნიამ ეგ მომენტი და სწორად ამან გამოიწვია ის ფაქტი რეალურად რომ ლაკრუა გააგდეს და ნუ 10 კაციან მანჩესტერთან უბრალოდ ბოლოს მაინც გამოვიდა ისე რომ დაძაბაკდეს თალპაასმა. კი, ან ქონდა რაღაც მომენტები იყო. მაგრამ გეიმ მენეჯმენტი კარგი ქონდა მას, კერიქს ანუ ბრუნო შეუწყდა პოზიცია უფრო ფლანგისკენ წავიდა. კაზემირო უკეთესად თამაშდა და ასე შემდეგ და კარგი ის ქონდა. მაგრამ ნუ ლისანდრო მარტინესი თუ არ თამაშობს, ბურთსამოტანა ძალიან უჭირთ. კი. კარგი ის არის რომ მანჩესტერ ლენიოროს უჭირს, იმიტომ რომ ლენიორომ საფეხბურთს თამაშს არის, როგორც ცნობილია უკვე. ხო, ყველაფერი იქეთკენ მიდის, მაგრამ რომ მანჩესტერ იუნაიტედს სავარაუდოდ დაბრუნდება ჩემპიონთა ლიგაზე, ეგ ძალიან კარგია, როგორც მინიმუმ, იმიტომ რომ იუნაიტედი უეჭველი გჭირდება მან. გერმანიაში ამორიმის აწყობილი გუნდი გერმანიაში იყო გერმანული კლასიკერი დორტმუნდი ბაიერნი და ნუ ალბათ პირდაპირ უნდა ვთქვათ რომ კლასის ხარჯზე მოახერხა ბაიერნმა რაც მოახერხა თორე ხო თამაში ეგეთი იდეალური ასე ვთქვათ არ ქონდა ანუ ფიზიკურ ორთაბრძოლებს გაუთავებლად აგებდნენ და კიმიხმაც თქვა რომ ანუ საჯმა მეტის უფლება მისცაო ფეხბურთელებს და დორტმუნდმა ეს გამოიყენა და ბაიერნმა ვერ გამოიყენა პლუს პირველი ტაიმი ხონდა ძალიან საშინელი იმიტომ რომ ზედმეტად ჩქარობდნენ და ძალიან ბევრჯერ დაკარგეს ბურთი აი პოზიციურ შეტევებში ხან საით წინ აკეთებდნენ გრძელ პასებს ხშირად აკეთებდნენ და მოკლედ რაღაცები იყო რაც არ უნდა გაეკეთებინათ როგორც არ უნდა ითამაშოთ და ნუ ერთი და იგივე შეცდომები უკვე ბაიერნს მოუგროვდა ბევრი რა სტანდარტიდან გაშვებული გოლი ისევ უპამეკანო და ტავე რაზდროს ვერ თანხმდება ჩაწოდებაზე ვინ უნდა ითამაშოს როდის და ეგეთ შეცდომა და რაღაც ერთნაირი შეცდომები უგროვდება ხოლმე ბაიერნს და ну ბაიერნი ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ეს არ არის ის ბაიერნი, რომელიც შემოდგომაზე იყო, ეგეც ფაქტორია. ეგეც ფაქტია უკვე. აუ რაღაცა სტატისტიკა შემოხდა. ну უბრალოდ კიმიხს ჰქონდა ძალიან დიდი თავისუფლება და დორტმუნდის ფეხბურთელებისგან რატომღაც, რომელიც კიმიხს რატომ ისწრებს თავისუფლება და მან ჰაერში როგორ გადაეწყო ის კიმიხი გოლი. კიმიხი ძალიან მაგარია. ისიც აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ჰარი კეინმა ზედიზედ მეოთხედ შეასრულა დუბლი. ну გასაგებია, რომ იქ გერმანიაში ამ ფეხბურთელის გამჩერებელი არავინ არ არის, თუმცა როგორც ესეთი გადაეცემა ჩვენგან. ჩემგან ჰარიკეინს გადაეცემა ჩემგან ოქროს. ხო, 30 გოლი დაუგროვდა ამით და სხვათა შორის აქვს დრო რომ რობერტ ლევანდოვსკის ის რეკორდი დაამხოს და ну მე ვფიქრობ რომ ჰარიკეინი ცალსაღად იქნება ოქროს ბურთის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი რომ მოიგოს. თან სოფლიო ჩემპიონატი აქვს და იქ რა სიზამს ეგ არის. ხო, ამით 99% მაინც ვიცოდით რომ ბაიერნი ხდებოდა ჩემპიონი და ну რადგან უახლოეს დევარს ახლა კიდე მოუგო და 9%-იც მივამატოთ. და უკვე 11 გულიანია მოკლედ ბაიერნის უპირესობა. ბაიერნი ახლა ცალსახად მთავარი საზრუნავი და საფიქრალი უნდა იყოს ჩემპიონთა ლიგა, იმიტომ რომ რეალურად ამ გუნდს აქვს ყველანაირი რესურსი იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მარტივად უნდა გაიაროს წესით და მე რეალიდან გამარჯვებულს ხვდება. რეალი მოიტანა სიტყვამ და მოდი ბარემ ესპანეთის ჩემპიონატისკენ გავიწიოთ, სადაც უკვე ბარსელონას ხა სოლიდურს ალბათ ამ უპირატესობას ვერ დავარქმევთ ბუნებრივია, მაგრამ 4 ქულა რაღაცას ნიშნავს. რაც არ უნდა იყოს, მაინც სეზონის დასრულით ეტაპზე მესამე სამეულში შევდივართ, ასე ვთქვათ, მესამე ნაწილში შევდივართ სეზონის და გუშინ რეალმა წააგო კიდევ ერთხელ და ნუ ეს იყო მადრიდის რეალის ზედიზედ მეორე მარცხი და ამ ორ გუნდში არის ოსასუნა და ხეტაფე. ხო, ანუ თან არასდროს არ გქონდათ ამათთან მგონი სახში წაგებული, არასდროს შეიძლება ახლა. დიდი ხანი არ გქონდათ რა სახში წაგებული. ოსასუნა არის ჩემი მაგაცი საყვარელი გუნდი. და რაღაცა ზმნა არის ოსასუნა, შენ ხო ამბობ. ზმნა არის. ხეტაფემ რეალს ოსასუნა ჯდება. ხო, რეალურად რეალს პრობლემები არა მხოლოდ დაცვაში აქვს ახლა უკვე შეტევაშიც, იმიტომ რომ კილიან მბაპე არ არის და უდიდესი ალბათობით სიტისთანაც არ იქნება და ეგ ძალიან სერიოზული პრობლემაა და აი ჩაწენამდე რაზეც საუბრობდით, მარჯვენა ფლანგის ატროფირებული აქვს. ხო, არ არსებობს მარჯვენა ფლანგი შეტევის რა. ბაპეა და ვინისიუსია და ორივე მარცხენა ფლანგისკენ მიიწევს და ეხა გუშინ როდრიგო შემოვიდა და როდრიგოს მარცხენა ფლანგისკენ მიიწევდა და ეგ იცი რა მასტანტონო გამოიყენეს მეორე ტაიმში და მასტანტონოს ის რის გამოც რასაც მე ველოდებოდი მისგან ხო რაც მინახავს მე მის თამაშები River Plate-ში იყო რომ იყო ძალიან ელიტური დრიბლერი რომელიც ფლანგიდან შემოდიოდა ცენტრისკენ და იქიდან ქმნიდა და ეს ძალიან უჭირს
მაგრამ მასთან თვითონ უფრო მეტ ბალანსს აძლევს რეალს, იმიტომ რომ რაღაც მომენტში შეგიძლია მართლა გადაიტანო მარჯვენა ფლანგი, გუშინ ორჯერ კარგად ჩააწოდა. ეგ არის რა. როცა მასთან თვითონაც არ თამაშობს და არის მომენტები, როცა გონსალო გარსიას აყენებენ ცენტრალურ ფლანგს ხო საერთოდ მარჯვენა ფლანგზე, ის ფლანგი საერთოდ აღარ არსებობს. ანუ ტრენტის ფუნქციაც იკარგება უკვე, იმიტომ რომ ტრენტს დამხმარე არ ყავს, რომ იქ რაღაც სივრცე შეუქმნას, რომ ამან თავის ჩაწოდება გააკეთოს. და შესაბამისად რეალი გადმოდის მხოლოდ ერთ ფლანგზე, უტევს ერთი ფლანგიდან და მაშინ როცა ბაპეც არ არის, გასაგებია რომ ერთადერთი საფრთხე არის ვინისიუსი და ვინისიუს გუშინ დაუდგა ორი კაცი, ან იყო ეპიზოდები რომ სამი კაცია და ეს ხედავებს არ იყო პრობლემა, იმიტომ რომ გუნდმა იცოდა რომ იქით მაინც არ გააკეთებდნენ პასს. თან ხეტაფე იმითაც ხო გამოირჩევა რეზი რომ ძალიან მძიმე გუნდია, ყვითლების მიღებას არ ერიდებიან, ჩეხაობენ, ხელს გამოჭრიან თუ საჭიროა. კი, გორავ და გუში ყველა მოედანზე არ დგებოდნენ მოედანიდან და რაღაც ანუ უბრალოდ რეალმა ვერაფერი ვერ ქნა გოლის მერე რა, რეალურად ვერ შექმნა სახე. თან პირველ ტაიმში გაუშვა გოლი. პირველ ტაიმში და იყო მეორე ტაიმში რაღაც მომენტები. აი მასთან თვითონ როცა ჩააწოდა, მაშინ იყო მომენტი, როცა კარვახალს შეეძლო ჩაეკეტა შორეული ძელი. მე იქით ბურთი ჩააუბრუნეს, მაგრამ თქვენ გამდინარე იქიდან რომ წინა გადაცემაში არ იყავით არც ერთი, ბარემ აქვე კითხავთ, რადგან რეალზე ვსაუბრობთ და ისიც უნდა ითქვას, რომ მერვე ფინალების გამორჩეული წყვილია ეგ. რეალი სიტიზე თქვენი აზრი საინტერესო იქნებოდა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ დარწმუნებული ვარ მაყურებლისთვის, რომელსაც კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ ვიდეო დაალაიქოთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი და სხვა სოციალური პლატფორმები არის აღწერაში მითითებული და მანდაც შეგიძლიათ რომ გამოვყვეთ. რეალი სიტიზე რამდენიმე სიტყვით და მე ცენზურა არა ხო? ნუ მაქსიმალურად მე ვერ ვიტყვი რომ ახლა ეს რაღაც გამოკვეთილი ფავორიტი არ ვინმე, მაგრამ მე უფრო სიტისკენ ვიხევი ბევრი ფაქტორის გამო, რეალი ცუდ ფორმაშია, სიტი უკეთეს ფორმაშია ახლა. ბაპეც თუ არ იქნება და ბელინგემი ნახდად არ იქნება ეგ ვიცი. ბელინგემი კი და ბაპეც ნუ საეჭვოა ხო? მინიმუმ პირველ თამაშს გამოტოვს და სიტის მეორე თამაშს სახლში აქვს. ხო. ეგეც მნიშვნელოვანი ფაქტორია მაგათთვის. და ნუ არის შანსი რომ ალბათ იქ არ უნდა გამოვირიცხოთ გვარდიოლას ოვერსინკინგი, იმიტომ რომ მანიც ლიგაზე რაღაცებს კიდე გადახედვა და თავიდან გამოგონება, მაგრამ და რეალი ლიგაზე შეიძლება გაცოცხლდეს კვირეთი და ფენიქსივით. მაგრამ ასეთ აიღო ვაკუუმში რო აიღო ახლა ეს ორი გუნდი ამ ეტაპზე სიტი უფრო დამაჯერებელი. არა მხოლოდ სეზონი აქვს უფრო დამაჯერებელი სიტის, არამედ კონკრეტული სეზონის ეს პერიოდიც მეტად დამაჯერებული. ხო სიტი ზედიზახ მოგებები მიაწყო კაცო, აბა და თან იცის რომ თუ პრემიერ ლიგაში ამ ყველა თამაშს მოიგებს, ძალიან მარტივად ხდება ჩემპიონი და აქეთ ახლა მით უმეტეს ბაპე არ იქნება, არბელოა, სამწუხაროდ დუელსაც მე და ბექამ გაუსვი წინა გადაცემაში ხაზე ხა. გვარდიოლას და არბელოას რო ვადარებთ, ცოტა უცნაური და ის არის ხო ხდება. გრიზლი ბიჭო, აი ძალიან ტვინი შეიჭამა რა, როგორ შეიძლება ყველა ჩემპიონთა ლიგაზე ეგ წვილი დაჭდეს. ან ამ კომპიუტერის პროგრამა შეამოწმონ, რომ მე მგონი კომპიუტერს გონია რომ უეჭველი ეგორი უნდა დააჯახოს ერთმანეთს. ყველა მდგომარეობაში, რეალი ყველა მდგომარეობაში სიტი და ეს ნაზავი რო აიღო ყველანაირად გვაქვს ნანახი. გაცილებით დაბალი ალბათობები რო იყო ამათ შეხვედრის, მაშინ ჯდებოდა კრიტლი და 50%-იან ალბათობებში რა გაგიკვირდა გეხოცა. ხო, მაგრამ რაღაც კითხვა კურტუამ ვიცით მაგას რო ხვდებით და ტყილა არ შეატაროთ კენჭის რავა და ახდა ძმა ვიცოდნენ რომ ნუ ჟანრის პირველი კაი იყო ძალიან მაგარი. 5 წელია ზედზედ ხვდებიან ერთმანეთს, როცა წარმოიდგინე რა. ტვინი შეიჭამა რა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცვლილები მოხდა, რეალურად ახლა რაც უნდა იყოს პირველ დროს შეხვდნენ იმ შემადგენლობებიდან შეიძლება ძალიან ცოტა ფეხბურთელები შემორჩენილ. არა. პირველ დროს შეხვდნენ ჩემპიონატ 2021-ში მე მგონი. იქამდე ერთწლიანი ჭრა იყო და იქამდე კიდე შეხვდნენ და ხო, ნუ ტრადიციად იქცა უკვე რომ ეს გუნდები უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და PSG Chelsea-ზე რა სიტყვით? რადგან ჩაწერამდე ვსაუბრობთ. აი მე PSG მგონია აი ძალიან ცოტა ფავორიტი, აი 51-59-ზე რა. იმიტომ რომ მე მთელი ეს სეზონი ვიძახდი რომ მოვა გაზაფხული და გამოიღვიძებს PSG და გამოიღვიძებს PSG და ძალიან აგვიანებს ეგ. გვერდი იცვალა და შეიბრუნა. ჯერჯერობით რაღაცა ანუ მე PSG-ს თამაში ჯერ ვერ ხედავ იმას, რაც იყო გასულ სეზონში და იგრძნობა ეს დაღლილობაც და ტრამვებიც და მნიშვნელოვანი ფაქტორებია. პლუს არის ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ის რომ Paris Saint-Germain ზოგადად უფრო ძლიერი გუნდია და უფრო სრულყოფილი გუნდია, ვიდრე Chelsea, ამაზე არ ვკამათობ, მაგრამ Chelsea დაამარცხა Paris Saint-Germain და იცის როგორ უნდა მოუგოს, ანუ უბრალოდ სხვა მწვრთნელი კი, სხვა მწვრთნელია, მაგრამ როსენიორი არის მარესკას ხაზის გამგრძელებელი, ზოგადად ეს პროექტი ბლუკოს პროექტი Chelsea-ში ასე მუშაობს და იმიტომ წამოიყვანეს ფარმ კლუბიდან სტრასბურგიდან ეს მწვრთნელი, ანუ იმას შეუძლია უბრალოდ აიღოს და გადმოაკოპიროს ის სქემა და ანუ ტაქტიკური პასუხი ლუის ენრიკეს აქვს მოსაძებელი. ანუ Chelsea ასე თუ ისე იცის რაში რომ რაღაც შეუძლია ადგეს და აი ესე ეთამაშოს და მოუგოს რა. პლუს მეორე თამაში ლონდონში ეგეც
დასათვალისწინებელი ფაქტორია. პლუს არ ვიცი დემბელე იქნება, არ იქნება. არ იწერება, ბიჭო, აი ეგ ყველაზე მეტად მიკვირს, რომ კონკრეტული პერიოდი არ იწერება დემბელეზე, რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს და ეგ ხო იცი, ეხა სოფლიო ჩემპიონატი რო ახლოვდება, ტრავმებს ძალიან უფრთხილდებიან ფეხბურთელები, არა მხოლოდ ნაკრებიდან აქვთ მითითებები, რომ აი ექიმები რო იღებენ მონაწილეობას, ხო იცი, რეაბილიტაციაში, არამედ ფსიქოლოგიურადაც ეხა ეს არის სოფლიო ფორუმი, საფეხბურთო ფორუმი, რომელშიც ოცნებაა ნებისმიერი ფეხბურთელის მონაწილეობა და ბაპეზეც ხო გახსოვთ რომ დაიწერა იქ თამაშის წინ რომ დაიმტვრა ლიგის თამაში რო იყო ბენფიკასთან თამაში დაიწერა რომ სოფლიო ჩემპიონატის გამოტოვების საფრთხე რომ არ დადგეს ამიტომ დაიგეგმება უფრო გრძელვადიანი რეაბილიტაცია ვიდრე ის რომ მაგალითად ერთი ტურის შემდეგ დაბრუნდეს და დემბელეზე არ იწერება არაფერი თან ახლა ანუ მე ჩემი ინტერნეტის დაბრუნებაზე ეგეთი პასუხები მომდის რომ არა მე მგონი კიდევ დარჩა ადამიანები რომლებიც დემბელეს ისე უყურებენ ძალიან ახლოს ის ერთი ეგეთი ადამიანი მე ეჭვი მაქვს მაგრამ ირაკლის გოლის ცინიკურად უყურებენ მაგრამ რეალურად პარეს დემბელე გარდა ანუ ამ როლს ან ცრუცხრიანის როლს პარი სენ-ჟერმენი სხვა ეგეთ დონეზე ვერ ასრულებს ერთ სხვა ფეხბურთელი არა ხო ძალიან სხვა ქვეყანაში დუეტს გამოსცადეს სხვაებიც გამოსცადეს მაგრამ ნუ ვერ აკეთებენ ამ როლს იმ დონეზე როგორც ის აკეთებს რა ცრუცხრიანი რავი ხო ვინ გახსენდება სხვა ეპოქაში სხვა გუნდში მესი ბოდიში კაი ფარსონაში ხო შევადარებთ მომაკვდავ დემბელეებს არა დემბელე ძალიან დიდი ანუ დემბელესნაირად სხვა ვერ თამაშობს ამ პოზიციაზე ამ ცრუცხრიანად რა მაშინ და ითამაშონ რა ვიცი ისე გონსალო რამოსთან არა გონსალო რამოსი ჯოკერად ყავთ ხოლმე გონსალო რამოსი შემონახული ჯოკერია რომელსაც ლუის ენრიკე მაშინ დააძრობს ხოლმე როცა ყველაზე მეტად ჭირდება და ერთი კითხვა მაქვს ესეთი რომ ბიჭო ხო არ გაქვთ აი რაღაცა ისე ჩელსი ნუ ეგ ძალიან საეჭვო გაიბრძოლებს მაქსიმალურად ის თანაბარი წყვილი მგონია რა აი შეგრძნება ხო არ გაქვთ იმისი რომ არის სენ-ჟერმენს ქონდა აი რაღაცა დიადი მიზანი რომელსაც მიაღწია და ეხლა უკვე რაღაცა ისე აი მეცაც ვიტყვი მარესკა რო იყოს ახლა ისე მწვრთნელი ჩელსის დავასახელებდი ფავორიტად იმიტომ რომ იმან თამაშებში იცის იდეალური გეგმების შემუშავება რა ხო და ამას რაც იცოდა ლუის ენრიკესგანაც უკვე რაღაცა ისეთი ფერიული სიახლე არ გვაქვს აი შარშან რო გააკეთა რო თამაშს იწყებდა რო აუჩდა ანუ ეგეთი არაფერი სიახლე არ არის რაღაცა თითქოს მიყვება დინებას რა რომ აი შო უკვე ჩვენი გასაკეთებელი ვქენთ და აი შიმშილი შეიძლება ჩვენ სავით აქვთ რომ აი ელოდება ისიც რომ გაიღვიძებენ ახალზე იცი რა ნოემბერში საერთოდ ხო იწერებოდა რომ ლუის ენრიკე წავა PSG-დან ამ სეზონის ბოლოსო და ეგ არ არის ანუ გუნდმა ციკლს მიაღწია ამ ციკლში რაღაცა პიკს მიაღწია მოიგო ყველაფერი იმ სოფლიო საკლუბოს წაგებას ფინალისას როგორმე მოინელებენ და ეხლა რაღაცა ცვლილებების დრო შეიძლება დგებოდეს რა ნებისმიერ შემთხვევაში თლად რო ჩელსისთან გამოვარდეს PSG ტრაგედია ვერ იქნება ანუ ამის ხაზგასმა ვცდილობ რა ჩემპიონატს მოიგებენ ისე ჩემპიონატს მოიგებენ და ეხლა ჩემპიონთა ლიგა ყოველ წელს მოიგო ზედიზედ ესე ეხლა მადრიდის რეალი არ არის PSG ჯერ ყოველ შემთხვევაში არც ისტორიულად და არც ფსიქოლოგიურად მოდი ესე ვთქვათ და ნუ უბრალოდ მე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული ანუ ეს დინასტიას რამდენად შექმნის ახლა ამ შემადგენლობიდან იმიტომ რომ მართლა ახალგაზრდა გუნდია ჯერ კიდევ და ნუ ლუის ენრიკესაც თუ აქვს ახლა мотиваცია და სურვილი შეუძლია რომ კიდევ მე ნუ წელს თუ არა მომავალ წელს მოიგონოს ლიგა და კიდევ მე შეგეწყვი ტრანსფერებს არ გაუკეთებენ რომ დასჭირდეს რაღაცა სუსტ გოლს თუ ნახავს რომელიმეს არ ვიცი PSG-ში რთულია სუსტი გოლი იპოვო ეხლა მაგრამ მეკარე კი მაგრამ ეგ რო ხდება მისი ბრალი ანუ სხვას თუ დააბრალებს მეკარე ყავდათ დონარუმა ყავდათ და გააგდეს საუკეთესო მეკარე ყავდათ და გააგდეს პანჩი ამ მარკინიოსის წყვილსაც ეძებენ ხო ხედავ პაჩო ვერ არის ისეთი მონსტრი როგორი წინა სეზონში იყო ეს უკრაინელი ხო ზაბარნიც რაღაცა ხან არის მოკლედ იცი რა რეზის თქვენს არ იყოს დიდი ხანია მაგას ვამბობთ რომ PSG-ს ქუჩაზე უნდა მოვიდეს გაზაფხული მაგრამ მე წინა გადაცემაში ვთქვი რომ სოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დაღლილობა ხო არა ისახება თქო რა ბიჭო რით ვერ დაისვენეს გავიდა სად დაისვენებდნენ ლიგა ბიჭო მე ისე თამაშობენ ეხლა ეგეც პრემიერ ლიგას არ თამაშობდნენ ან სერიას ბიჭო არისო ეხლა მარტივად არ გამოვიდა ეგ ლიგა 1-ის მოგება ხო ხედავ წელს ლენსმა აურია ბოლო ორ ტურში თორე რა პირველზე არ იყვნენ ხო და ნუ აი თავი ის რა გუნდები ყავს ზოგი სახელი არის ის რა ქვია სხვათა შორის რახან ლიგა 1-ზე ჩამოვარდა ლაპარაკი ქართველების კიდევ ერთი მარცხი იყო მან სამი გიორგი იყო მოედანზე ერთი ტრიბუნაზე და მეცმა მოახერხა რომ სახლში წაეგო 10 კაციან ბრესტთან რაღაც მომენტებს კი უყურებდი არსენალი ჩელსის შესვენებაზე ზუსტად და ხო ნუ უდიდესი ალბათობით კი არა 99% გავარდნილია და იქეთ გერმანიაშიც ბუდუს ჰაიდენჰაიმი ვარდება თან ისე რომ ბუდუ განაცხადში არ შეყავთ ანუ ტრავმა მოიშუშა
და განაცხადში არ შეყავთ და ეხლა სანაკრებო მატჩები ახლოვდება უკვე ნელ-ნელა ალბათ განაცხადებსაც უნდა ველოდოთ საქართველოს ნაკრების და არა მხოლოდ საქართველოს ნაკრების და ეგ ცუდი ამბავია რომ ზოგიერთ ჩვენ ფეხბურთელს არ აქვს სათამაშო საპრაქტიკა მაგალითად ბუდუ ზივზივაძეს ნიკაუტაძე მითამაშდა მაგიორდა ნიკაუტაძე ბარსასთან წააგო და თებერვლისთვის საუბრობთ აბა ეგ რამ ხელა მიღწევა ის ესპანეთის ჩემპიონატში FIFA-ში ეგ კარდი უნდა დაემატებინა ხო Team of the Month და არ მინახავს აღარ ჩამირთავს საშინელი ეგ ძალიან დიდი მიღწევაა მართლა როდესაც ესპანეთის ჩემპიონატში სადაც ლამინი ამალი კილიან მბაპე ვინი ჟუნიორი თამაშობენ დღეს და მანდ-თვის საუკეთესო ფეხბურთელი ხდებოდა ვილიარეალიდან ძალიან სერიოზული მიღწევა არა და მართლა ყოჩა ჟორჟს იამალმა პირველი ჰეტრიკი გააკეთა ბარსას კარიერაში რაღაცა იამალის ისეთი ვიღარა იამალი ნეტა ადრე გამეკრიტიკებინა და რამდენიმე დღის წინ ბექასთან ერთად გავაკრიტიკეთ იამალი და წავიდა ჰეტრიკი შეასრულა ანუ იამალმა გააკეთა დაიწყო იმის გაკეთება რასაც მისგან ითხოვდნენ რომ ანუ დაიწყო ზურგს უკან გაქცევები მცველების და ტაიმინგი დაამოღავე და მარტო ნუითხოვ ბურთს ფეხებში მოითხოვე სივრცეზეც და ეს ან დაეტყო ანუ შედეგიანობაში დაეტყო იმიტომ რომ ძალიან გაიზარდა გოლების რაოდენობა და აი ორი გოლი ანუ ის ერთი ხო შედევრი გაიტანა თავის სტილში რამდენიმე ორი კაცი რომ მოატყვა და გაიტანა პირველი და მესამე გოლი იყო როცა გაიქცა ზურგს უკან და გაუკეთეს და პასი გამკეთებელი ძალიან ბევრია იქ ვის ხალხს გაუჭერის რა და საკუთრებით პედრი ხო პედრიმ გაუკეთა პირველზე ფერმინ ლოპესმა გაუკეთა და მესამეზე ნუ აი პედრიმ იდეალურად მეორეზე ხო ფერმინ ლოპესმა გაუკეთა მეგრე მახსოვს კაი ბოლოსკენ ალბათ იტალიის ჩემპიონატზე ვთქვათ გემრიელი ლუკმა შემოვიტოვოთ და სხვათა შორის მომავალ ჩემპიონზე ის მინდა ვთქვა რომ თუ გახსოვთ ან შეიძლება არც არის ეგეთი ფაქტი დაფიქსირებული იკა რომ გახედო გეხვეწები რა მე მგონი მოვიდნენ ბიჭები. იმ თემაზე რომ ბოლოს როდის გახდა იტალიის ჩემპიონატის MVP მცველი. იმიტომ რომ წელს დიმარკო არის სერიოზული პრეტენდენტი იმისა, რომ სეზონის MVP გახდეს. რა ვიცი ხა, მიუხედავად იმისა, ნუ ხა ლაუტარო მარტინესის 14 და კაი თქვა სეზონის ბოლომდე რომ 20 გოლამდე ავიდეს, ვის გაუკვირდება გეხვეწები ლაუტაროსგან და არის ფედერიკო დიმარკო, რომელსაც უკვე 20 კონტრიბუცია აქვს საბოლოო საერთო ჯამში. აუცილებლად მოხსნის პაპუ გომესის რეკორდს ასისტების და რავი კიდე ერთი 4 გოლიც რო შეაგდოს. თვალი არ ეცეს მაინც იუვენტუსის ფანისგან. არა მე იტალიის ჩემპიონატი იტალიის ნაკრებს ჭირდება ეხლა და ხო იცი არ გავთვალავ. ამიტომ ჩემი აზრით რავი თქვენას ფიქრობთ ამ თემაზე რომ ჩვენი არა ამის ფედერიკო დიმარკო გახდეს სეზონის MVP. მცველი რეალურად რა ნომინალური მცველი რომელიც 4 მცველიაში და 5 მცველიანში მარცხენა პოზიციაზე მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს. ერთ წამს სანამ დიმარკოზე გადავალ რაღაცა მოგვითანეს. ეგ ცოტა ბოლოსკენ მაინც მე ამაზე ვისაუბროთ და მე მივესალმები დიმარკოს ხო საუკეთესო ფეხბურთელობას და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ რომ რა გააკეთა კი ბუდეგლიმთან რა მორჩებით და ეგეთი სისულელე ანუ გამოიყვანა დუმფრისი რომელიც ნუ იდეალური არის შორეული ძელის ჩაკეტვაზე და პარალელურად გაიყვანა დიმარკო ვისაც უნდა ჩაეწოდებინა ბურთი რომ დუმფრისი უნდა ეთამაშოს თან და ეს არის რა ძალიან სწორია წინა გადაცემაში არ უყავი და მე მგონი ერთი ძალიან საინტერესო სტატისტიკა გამოგრჩათ ორი თამაშის ჯამში ბოდოგლინც 15 კილომეტრით მეტი ქონდა ნარბანი. მართლა? ბოდოგლინც ყველაზე მეტ დარბეს ჩემპიონთა ლიგაზე ისედაც ეგ ცნობილი საფაქტია. 8 კილომეტრი იყო სხვაობა სან-სიროზე თამაში. კი, ყველაზე მეტ დარბია. 8 კილომეტრი იყო. ანუ 8 კილომეტრი იცი რამდენია რომ ერთი კაცით მეტი თამაშობდა. ანუ საშუალოდ სადღაც მაგდას და კი, მართალი ხარ. მაგიტო ვერსადვე შექმნა ინტერმა უპირატესობა ბოდოგლინც სავალ რესპექტი. ყველაზე მეტ დარბიან ზოგადად ჩემპიონთა ლიგაზე ეგ ცნობილი ფაქტია. ეს ინტერის იმაში რა ქვია ფან-კლუბში კიუსკი გადაუარეს, მაგრამ ბიჭო მე ძალიან რაღაცა იმედიანად ვარ მაგწნელის მიმართ. კი, გასაგებია ბოდოგლინთან ძალიან ცუდა ჩაატარა. ბოდოსთან ცუდა ჩაატარა, იუვენტუსთან პირველი თამაში შეცდომები დაუშვა, მეორე თამაშიც შეცდომები დაუშვა, უბრალოდ გადარჩა. მილანთან წააგო, კონტესთან წააგო, მაგრამ გამოცდილება უნდა იკამა ყველაფერს რა. ანუ ტიპი ხდება სერია A-ს ჩემპიონი ისე, რომ კარიერაში, ანუ შეიძლება ისე გახდეს, რომ კარიერაში 50 თამაში არ ექნება ჩატარებული. მოიცა. რამდენი გოლი აქვს ინტერს გატანილი ახლა? შიდა ჩემპიონატი 64. ანუ უფრო მეტი აქვს მე მგონი, ვიდრე ნაპოლიმ გაიტანა შარშან. მთელი ჩემპიონობის. ხო. მთელი ტურნირი რა და კიდე რამდენი თამაშია დარჩენილი, ხო? კიდე 11 ტური ძალიან შედეგიანი ინტერი. და წარმოიდგინე 50 ჯერ თან 36 თამაში წელს არის. სანამ ინტერში მოვიდოდა 17 თამაში ჰქონდა კარიერაში. როგორც წვრთნელა? აი ეგ პარმაში გვიან დაინიშნა. თავიდან არ ჰქონდა სეზონის ბოლოს 17 თამაში ითამაშა ინტერს
ქულები წაართვა, ხო? ქულები წაართვა. იუვენტუს მოუართო, მან კი არ იყო. კი იყო. პელეგრინოს გოლით რომ მოუგო არ მახსოვს. კი იყო, ხო? კი. და ეხლა მოვიდა ინტერში და თან მოვიდა რა ინტერში, აი ჩაქცეული და მოთამაშეები რო ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ და ინსტაგრამიდან დაბლოკები და ნუ რაც არ უნდა იყოს, მოვიდა 5-0-ის წაგების მერე ფინალიდან. ეგ ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური წრეა. მეორე ბოლო ტურში წაგებულ, ანუ ტიპები ორ კვირაში დაინგრათ ყველაფერი რა, ყველაფერი მიხაილ ბალაკი ჩაუსახლდათ. ხო. ყველაფერს იგებდნენ და ეგეთ გუნდში რომ მიდიხარ, ერთი ძალიან რთულია, მეორე ის წარსული გამოცდილება და ის რო არ გიმაგრებს ზურგს რა, რომ აი მე ეს გამიკეთები, არაფერი არ ქონდა გაკეთებული და დიმარკო გახდა, რა ვიცი, პრაიმ ვინ რომაიუვე? მაგაზე მორჩეს მის გუნდს ეს არის ძალიან იმედიანად ვარ და კი დიმარკო აი მაგას ჩემპიონთა ლიგაზე დიდი თამაშებში ჩავარდნებს თუნდაც ბოდობლინთან ისწავლის ხო ეგ არის ანუ რთულია სიმეონე არ გადმოვიდა ინტერში თუ ეგ ვარიანტი არ გაჩნდა და არ გადაწყვიტეს რომ მაგრამ აბა ისეთ კონტრაქტს თავაზობს ატლეტიკო რომ უარს ვერ იტყვის და მე მგონი მან რჩება ნუ მათო მათემატიკას კაი და ბოლოს პრინციპში იუვენტუსი რომაზე ვთქვათ იმიტომ რომ განსაკუთრებით ჩელსი არსენალის შემდეგ ისეთი თამაში იყო რომ აი კვირას რო გემრიელად დახურავ რა მართლა პირველ რიგში მოდი მე დავიწყებ და რომაზე ვიტყვი იმას რომ გამოჩნდა რამდენად მნიშვნელოვანია გუნდმა ზოგადად ნახე ჩემპიონობისთვის მაძებარ გუნდს არ გულისხმობ რა გუნდს რომელსაც რაღაც კონკრეტული მიზანი აქვს სეზონში ამ შემთხვევაში რომას ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა და იქეთ ევროპის ლიგის მოგება ხო რამდენად მნიშვნელოვანია ის რომ ზამთარში კონკრეტული ტრანსფერი გააკეთო და გააძლიერო ის რგოლი რომელიც სუსტი ყავს მიუხედავად იმისა რომ რომას ყავს ფერგიუსონიც და დოუბიკიც ახლა არც ერთი არც ფორმაში არიან არც გასპენის ფეხბურთში ჯდებიან განსაკუთრებული სიზუსტით ტიპები ადგენენ წავიდნენ მოიყვანეს დონიელ მალენ და 7 თამაში აქვს 6 გოლი ანუ იმ ჩემპიონატში რომელშიც გამოცდილება არ გაქვს თამაშის იტალია ვერ იტყვი რომ მარტივი ჩემპიონატია ფორვარდებისთვის იმიტომ რომ ცველები ხო იცი თავზე გაზიან ინგლისцевით არა მაგრამ ნუ ტაქტიკურად ცდილობენ რომ შეგზღუდონ და შეტევაში არავინ არ მიდის არჩევია და შესაბამისად ყოჩახ რომას თამაში რაღაცას დაემსგავსა მე მახსოვს სპალეტი რო ახალი მოსული იყო იუვენტუსი რომა იყო და იქ ისეთი ცუდი თამაში ითამაშა რომამ რო ძალიან გამიკვირდა გასპენის გუნდისგან ეგეთ ცუდი თამაში და ეხა მოხდა პირიქით რა რომამ კარგი ფეხბურთი ითამაშა მე ვფიქრობ რომ იმსახურებდა კიდეც მოგებას აუ რა მომენტები აფუჭო ხო უბრალოდ ეგ იყო რომ იუვენტუსი რაღაცა ბოლო პერიოდში ეგეთ გუნდად ჩამოყალიბე ძაღლი გუნდია რა არ ნებდებიან ფარხმალს არ ყრიან სპალეტიმ ჟეგროვა და გატი შემოიყვანა და ორივე მსაგოლე მოქმედება იმან გაიტანა და მე მეგონა რომ იუვენტუსი წააგებდა იმიტომ რომ ემოციურად ძალიან დაღლილი იყო გუნდი გალათასარაის მერე გალათასარაიმ და ინტერთან თამაშის მერე ინტერი ხო ანუ ზედიზედ რამდენიმე 3 თამაში ჩაატარა ზედიზედ სადაც იჯოჯო ტაიმი თამაშა 10 კაცით რა ხო აქვე ისა იუვენტუსი მე მგონი ადგას ძალიან სწორ გზას თავი ეხა უბრალოდ გიორგიზე არ ვსაუბრობ მაგრამ იუვენტუსს ყავს ესეთი ცეტი ფანები ყავს. გაიგე რომ აჩქარდებიან ახლა დაიწყებენ სკუდეტოების დათვლას რომ აი და სპალეტი ხა გავაგდოთ და მოვიყვანოთ ვინმე რომ ჩემპიონი გახადოს და სერიოზულად იწერება რომ გაუხანგრძლივებენო და მე მგონი იმიტომ რომ ნუ აი ეს გზა უნდა გააგრძელონ უბრალოდ და სპალეტი მიიყვანს ახლა ანუ ფეხბურთის თამაშის გზა უნდა გააგრძელონ რა ეხლა რომ ძალიან ბევრ გულშემატკივარს იუვენტუსისას ეხლა ურჩევნია რომ სპალეტი გააგდონ და ალეგრი დააბრუნონ რა და ეგ არ უნდა გააკეთონ ახლა წავიდეს რომ რაღაცა თან ავტობუსი როა და თან სამბორბლიანი ავტობუსი თუ მანთან ახლა იცი აი საზიზღრობა ეგ არ მოხდება იმედია ჯორჯო კიელინი ჩვენს აზრზეა ყოველ შემთხვევაში და 4-ლის ბრძოლა ძალიან იძაბება მოკლედ და მაგარი გოლებიც გავიდა თან ამ იუვენტუსის იმაში. ო ჩიკომ ისეთი გოლი გაიტანა იმ კონსეისომ რომ ეგეც კარიერაში ვერ გაიტანს ჩემი აზრით მაგრა გაუმართლა. მალენმაც კარგად შეასრულა ფრანკამ. რომადან. ვესლი ფრანკა არა კონემარ დაარტყა? არა ფრანკამ რომ შეიწე. გოლზე ხო ამბობ? ფრანკა იყო. ეგ არის აი ბიჭო პერინი რატო ჩააყენეთ კარში? ის დეგენერატია იქ. მე იყოს დეგენერატი რო მაგიტომ მინდა რომ იყოს. ხო არ არის ახლა მაგალი დონის მეკარე რეალურად, მაგრამ მე მგონი დი გრეგორიოს ჯობია რა ვიცი. კაი მეკარეა. თან აქ ესეთი თამაში იყო რომ იუვენტუს ნუ მნიშვნელობით ალბათ შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა მეორე მაინც ლოკატელი აკლდა რა და კოპმეინერს თამაშობდა. კოპმეინერს სხვანაირად თამაშობს. ანუ ის უფრო ტემპს კი არ არეგულირებს და ბურთით არ თამაშობს მეორე ტემპით უტევს და ამას ცოტა ვერ აუღეს. ალბათ თავიდან მაგრამ ნუ იუვენტუსის ყურება მე არ ტოვებ ხოლმე იუვენტუსის არც ერთ თამაშს უკვე სპალეტის მოსვლის მერე იმიტომ რომ მართლა ის არის საინტერესო ფეხბურთს თამაშობს და რეალურად იუვენტუსს არ გაუმართლა მოდი თქვა გალათასარაისთან რა ანუ იუვენტუსს და გამოეგდო გალათასარაი საჯის გადაწყვეტილებები და უიღბლობა და მთელი ყველაფერი დაემთხვათ ხო თორე ნუ წესით უნდა გასულიყო იუვენტუსი წვლიდან და
ისე არ ვიცი უკეთეს წყვილს მივიღებდით იუვენტუსი ლივერპული იქნებოდა უკეთეს წყვილი მე მეგონი რომ გალათასარი ძალიან უიმედოდ გამოვარდება. მეც ეგრე ვფიქრობ. გალათასარი არის სახში ერთი გუნდი და სტუმრად არის ძალიან ანუ 8 საგოლე მომენტი შექმნა, ანუ საგოლე მომენტში აი ცალსახა საგოლე მომენტს რო წერს ოპტა, ეს არის აი არა მამაზეც არ უნდა გადაგარჩინოს იმ მომენტში რა. სხვა ვერაფერი ვერ ხო რაღაც ეგეთი და 8 შექმნა. იუვენტუსმა იმ თამაში როცა 10 კაცი თამაშობდა. ეგ არ არის ჭერი მონაკომ 9 შეუქმნა სახში რო ხდებოდა. მონაკო ხო იცით რა გუნდია. კარგი ბატონო, მოდი კიდევ ერთხელ საჩუქრები რა. ხო, მე მაყურებელს ვეთქვი რომ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და სხვა სოციალურ პლატფორმებზე გამოგყევით და ბოლოს რაღაცა საჩუქრებია თქვენთვისო და სანამ დაგირიგებთ და გავხსნით, unboxing-ს გავაკეთებთ, მე მინდა ვთქვა, ვინ გამოაგზავნა, მოკლედ ეს არის სავარაუდოდ რეზის. ეს არის გავხსნი. ჩემი, ეს არის გრიზლის. მოკლედ, რაშია ახლა საქმე? ეს საჩუქრები ბიჭებო არის სპორტ მიამბე შოპისგან. ჩემია? ო! შოთი. აბა მე შემიშალა ვითომ? აჰა, ხო. მებოდიში. მოკლედ, ეს საჩუქრები არის სპორტ მიამბე შოპი, ესეთი ონლაინ მაღაზიაა, სპორტით დაინტერესებული ხალხისთვის, ბუნებრივია. აღწერაში დაგხვდებათ მათი ლინკი, Facebook-ის ლინკი. შეგიძლიათ გადახვიდეთ, დაათვალიეროთ, ძალიან საინტერესო მაისურებია და მე განსაკუთრებით რატომ მომეწონა, იცი, აი, ძველი მაისურები რო არა, ნახე რეზი. გაბრიელ ომარ ბატისტუტას მაისური. ხო და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, ძალიან მისაღებ ფასად არის. მე ვიტყოდი ეგრე რომ ნახე პლატინის მაისური ძალიან ლამაზია. მოკლედ აღწერაში დაგხვდებათ მეგობრებო მათი ლინკები, გირჩევთ რომ გადახვიდეთ, გირჩევთ რომ დაათვალიეროთ და არ ვიცი შეიძლება სამომავლოდ რაღაცა გათამაშებაც მოვხოდოთ ამ ძალიან კარგ ხალხთან ერთად. მადლობა მოკლედ. ამას არ გავათამაშებთ. აი ახლა ნახოთ ზუსტად გრიზლი მოდი გავცვალოთ მე დაში. კინაღამ ხელი მოუკიდე, ბიჭო, კინაღამ ხელი მოუკიდე, რას მიშვებოდი? ჩემპიონატი გადარჩენილი გუნდი მე შემხვდა ხო? ნო, ეს ჩემპიონატი გადარჩენილი გუნდი მე მაქვს. აბა როგორ მოგწონთ? ძალიან კარგია. მადლობები. დიდი მადლობა. და ეს არის, ეხლა 8-ში არის თამაში. Derby della Madonnina. აბა, და ჩაიცვა ხო? ინტერეალი და ნახოთ რამდენად ეს ჩავიცვა? თუ უკვე ნაცად მაისურს. შენ თამაშის ყურების დროს იცვამ ხოლმე მაისურს? ხო, არის რაღაც აი დერბიში ერთი მაისური მაწვია. მე ხო ზოგადად ყველაზე არაც რომ მორწმუნე ადამიანი ვარ, მაგრამ ფეხბურთში ჩემზეც რომ მორწმუნე არა, ცოტა კაცია რა. ოკეი. მოკლედ კიდე იმის თქმა მინდოდა რომ სავარაუდოდ ჩვენი მაყურებელი ელოდა რომ vlogs დავდებდით, მაგრამ ვერ მოახერხეთ ეგ ყველაფერი. ჩვენი ბრალი არ არის. ჩვენი ბრალი არ არის. საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტური 4 თამაში გადაიდო, მოკლედ და დინამო თბილისის დინამო ბათუმი რომელზეც წასვლას ვაპირებდით, ვერ მოახერხეთ. შესაბამისად ეგ ყველაფერი გადაიდო მეორე ტურისთვის, ამიტომ უდიდესი ალბათობით პარასკევს იბერია დილას თამაშზე ვიქნებით. თქვენ ვერ მოგიწოდეთ, მოდით მეთქი, იმიტომ რომ დისკვალიფიკაცია აქვს იბერიას პირველ თამაშზე და მაყურებლები სამწუხაროდ არ დაესწრებიან, თუმცა ჩვენ როგორც პრესა ამ შემთხვევაში მანდ ვიქნებით და ვეცდებით, რომ ძალიან საინტერესო ლოგი შემოგთავაზოთ. ამისთვის კი კიდევ ერთხელ საჭიროა, რომ ლაიქი დააკლიკოთ ამ ვიდეოზე, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და მოკლედ გვიგულ შემატკივროთ. გვერდით გვედგეთ და რა ვიცი, მოგცეთ мотиваცია რომ მეტი ვიდეო გადავიღოთ და მეტი საინტერესო კონტენტი შემოგთავაზოთ. ბიჭებს მადლობას ვეთქვი. ლუის მადლობა. ლუის და სახელოსნობას მადლობა. კიდევ ერთხელ სპორტ მიამბეს მადლობა და დაგხვდებათ მოკლედ აღწერაში მათი ლინკები და დავემშვიდობოთ ნელ-ნელა გულ შემატკივარს. არა, ჩემი ჯობია. ბიჭო, ვემშვიდობები გულ შემატკივარს. კი. ოსა. დროები. სავარაუდოდ შევხვდებით ლოგით. დროებით.